გამარჯობა მეგობრებო, მე ოთო ვარ და დღეს ჩემს გადასავლო კარიერაში ჩემი სახლიდან ყველაზე შორ მანძილზე მივფრინავ მირფას მეუღლესთან, რომელსაც აქვს ბიზნეს ვიზიტი მალაიზიაში. თანამედროვე სამყაროში ისეთი მოზღვავება არის ინფორმაციის, თქვენ მოგზაურები სანამ სადმე წავალთ, როგორც წესი ვარკვევთ, რა ხდება იქ, რა უნდა ვნახოთ და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს წინასწარ გარკვევა და ინფორმაციის მოძიება რაღაცნაირად აუფერულებს მოგზაურობას და თავგადასავალს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ არაფერიც არ გავარკვიო მალაიზიაზე. ჩავალ და ის ემოციები სუფთა ფურცლით რო დავიწყებ ამ მოგზაურობას, ვფიქრობ, რომ უფრო შთამბეჭდავი იქნება. ნატალია, შენ რო უთხრა ჩემ მეგობრებს, როგორ შეიძლება აღმოჩნდნენ მალაიზიაში? საერთაშორისო პასპორტით ყველანაირი ვიზის გარეშე შეგიძლიათ წახვიდეთ მალაიზიაში. ყველაზე კარგი ვარიანტი ჩვენ რაც ვთქვით არის დოჰას მიმართულებით. უბრალოდ გაფრენამდე 72 საათი ადრე უნდა შეავსოთ ელექტრონულად ძალიან მარტივი აპლიკაციის ფორმა. მხოლოდ ერთი რაღაც გავარკვიე, არის თუ არა შესაძლებელი მოტოს ქირაობა უცხოელისთვის და არის შესაძლებელი ჩვენი მართვის მოწმობა მოქმედებს, შესაბამისად ზუსტად მაგას ვაპირებ. ბიზნეს კლასი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ავედით ნატალია ეკონომში. 7 საათი ფრენა, აი მანდ. და ძალიან ბევრი ხალხი რიგში. და ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გვეგვიდის რაღაცა უფრო მარტივი რიგი. აი ეგ საქართველოს დროშა. სოსო საქმიანი ვიზიტი აქვს, მაგის პლუს ისე რომ აეროპორტიდან სასტუმროში წასვლაზე მოგემსახურებია. აქამდე ასე არავინ არ დამხვედრია აეროპორტში. მე7 სერიის BMW, მარჯნულიანი, იმიტომ რომ მოძრაობა პირიქით არის. და მობრძანდი. აბა, დაიწყო ჩვენი მალაიზიის ტრიპი. Morning. Do you know anything about Georgia? Is it in Europe? It's in Europe. პირველი, ვიდაც ქვეყანას იგებ მეგობრებო, ეგ არის საკები და რაღაც ადგილობრივი რაღაცები მე და ნატალია მოვზიდით და სხვადასხვა უცნაურობები. ეს რაღაცნაირი პურია სანელებლობით. ბრინჯია, წაბოლოი ბრინჯია და მე ყველას ძალიან მიყვარს ეს ამათი dragon fruit-ები. ჩვენი მოგზაურობა იწყება კუალა-ლამპურის ცენტრალური შენობის ნახვით. რო აიხედავ, ცოტა არ იყოს და შეგეშინდება სიმართლე რომ გითხრათ მეგობრებო, მაგრამ ეგ უნდა მოსულიყავით და უნდა გვენახო. სხვანაირად არ გამოვიდება. ნატალია, როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონს ხალხს აქ მოსვლა და ფოტოს გადაღება? იმიტომ რომ ეს არის სახე კუალა-ლუმპურის და ისეთია რა, ანუ ტურისტი, ვინც ჩამოდის, პირველი მოდის ამ ადგილას. ჩვენც როგორც ტურისტები პირველი მოვედით ამ ადგილას. მაგრამ მეგობრებო, გვირდებით რომ მეც აღარ ვიზამთ. პირველი შთაბეჭდილებით, რასაც ვაკვირდები, არ არის ბევრი ტურისტი. ალბათ იმიტომ რომ შორს არის, მართლა შორს არის გეოგრაფიულად ცოტა ხალხია. ვინც არის, ძირითადად არის ალბათ აი ამ შემოგარენი ქვეყნებიდან. კუალა-ლუმპური ნამდვილად აზიაა, თუმცა ისეთი სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ აზია არა. და ესეთი ლამაზი პარკია, ლამაზი ფერები და ამავე დროს ხალხი წერს რა თავის ვისისვენებს. სულა, ჭეში, ამოუწვა, აისვენა. თუმცა არა. რა სიტყვი ნატალია, შენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ადამიანები აი ესე წამოწოლილი არიან და ისვენებენ. პირველი მომწონს ის, რომ ქუჩაში არის ისეთი სისუფთავი, რომ შეგიძლია სადღაც დაწვეთ და დაისვენო. მეორე მომწონს, რომ რავი, თავისუფალი ხალხია და მიუხედავად იმისა, რომ აზია მუსულმანური ქვეყანაა, არ ტეხავს და მაინც ვერ იტყვი, რომ გაჭირვებული ადამიანია ესე წამოყოტრიალებული. აი პირველი მალაიზიური წვიმა ვნახეთ. აი თქეში მოდის, შეიძლება ეს 5 წუთი ისეთი იწვიმოს. წვიმა სერიოზული დაბრკოლება თუ არ ხარ მომზადებული. ჭირდება საწვიმური, ქოლგა, სპეციალური ფეხსაცმელები და კარგი განწყობა, რომ არ შეგაშინოს წვიმამ და ამის გამო სასტუმროში არ დარჩე. ნატალია, ჩემს მეგობრებს მოვხდათ ცოტა მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მალაიზიაზე, ანუ ცხოვრობს 35 მილიონი ადამიანი. მათი ეკონომიკა ძირითადად არის წარმოება, მანქანათმშენებლობა წარმოება, ტექსტილი, ტურიზმს პატარა პროცენტი უჭირავს. კარგად საუბრობენ ძალიან ინგლისურად, რაც ვნახეთ, ტაქსისტიდან დაწყებული მომსახურე სფეროთი, დამთავრებული და ძალიან სწრაფად ვითარდებიან.
რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო განვითარებულები არიან. კი, ინფრასტრუქტურა ძალიან კარგი აქვს, აი გზები, ხიდები, რაც რა უყურებ. არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს ეს? ბრიტანული განათლება, მაღალი განათლება, კარგი სკოლები და კარგი უნივერსიტეტები. განათლება მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია. May I ask you what is the typical fruit you have? Pineapple, Pineapple, sweet mango, mango. guava, How is thank you in Malaysian? How you say thank you? terima kasih, Diva, terima kasih. Dima Hasi. ძალიან საინტერესო ფული აქვს. ძალიან ფერადი და ლამაზი. ცენტრალურ ბაზარში შევიცინეთ ხილი. უნდა რაღაც ტროპიკული ხილის დასინჯვა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დიდად ვერ გაამართლა. მე მოვითხოვეთ ქოქოსი და ქოქოსი მოგვიტანეს აი ესეთ საინტერესო ამბავში შეგვიძლია. ქოქოსი კარგია. ტროპიკული ხილი არ მოითხოვოთ ყველა ამბავში. ეს არ ვარგა, ესეც არ ვარგა, მარცაც არ ვარგა. ამაშა მინდა გადავიხადეთ 20 აქაურები. $2. ავპლანგეთ ფაქტიურად. ზაათ უდიგებულა. მოდი ხარ ქუჩაში და უცებ გაიხედავ და ხდება აი ასეთი რაღაცა. რომელსაც რო შეხედავ, ამას ნამდვილად ვერ გამომაზავ. ამისთვის საჭირო არა. ესე გაიხადო. იმედია რომ გამოვალ მეც ჩემი ფეხსაცმელი გამხდება. დასიწყნა დავია წამოიღო ემოცია. კი, ძალიან საინტერესო და თან აი სპირიტუალური, რასაც ქვია და მართლა გრძნობ კულტურას ამ ხალხის ძალიან საინტერესოა დაკვირვება, როგორ იქცევიან, როგორ ლოცულობენ. გამოცდებით ჰინდუ მონასტერს და გვერდით 50 მეტრში შეგხვდებათ დაახლოებით რაღაცა აი ესეთი ბარის, მოკლედ კუალა-ლუმპური რაღაცებს, ნუ რაღაცებს გვთავაზობს, ხო, კარგი. არა, ის ხო ჩამოსასმელი ლუდი არ აქვს. ჰეინიკენი აქვს. აი არ არის, ჩამოსასმელი ლუდი არ არის, არის ბოთლის ლუდი, არ არის, ლუდი არ არის. შენთვის შეიძლება რაღაცები არის რა. დღევანდელი შეტიალი ამით დავასრულეთ. ხოლიდან ნატალია უკვე მუშაობას იწყებს და მე მარტო გავაგრძელებ შეტიალს. ხვალინდელი გეგმები ჯერ არ ვიცი, ხვალე მიკითხოს ხვალისა. მოკლედ, კმაყოფილი ვარ საერთო ჯამში მეც. პირველი აზიური გამოცდილებისთვის კარგი იყო. ნახოთ, დაველოდება წინ. ძალიან კარგი უქენი, რომ წინასწარ არაფერი არ გავარკვია მალაიზიას და კუალა-ლუმპურზე, იმიტომ რომ სასიამოვნო გაოცება მოიტანა იმან, რაც აქ დამხვდა. სისუფთავე, წესრიგი, ზრდილობიანი ხალხი, ინგლისურად ყველა საუბრობს. ნუ ვისთან მქონდა შეხება მომსახურე პერსონალი, ტაქსისტი, მიმტანი, ყველა არის ძალიან მეგობრული, ყველა ცდილობს რაღაცნაირად დაგეხმაროს, გესაუბრებიან ინგლისურად. ძალიან ისეთი შეგრძნება გაქვს, safety-ის ან უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიმშვიდეა, სიწყდარია, ჯიტები ჭიკჭიკებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც იმის შიში არა გაქვს, რომ ამის დატოვებ და ვიღაცა მოგპარავს, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირი მოწესრიგებული ტიპი მოძრაობს. მალაიზიაში ეთნიკური განაწილება შემდეგია: 60% მალაი ხალხი, ანუ ადგილობრივები, დაახლოებით 20% ჩინელი, 10% ცოტა მეტი ინდოელი და ნუ სხვა ეთნიკური ჯგუფებიც. ნუ შესაბამისად აქ ხდება როგორც მუსლიმური ტაძრები, იმიტომ რომ ის მალაი ხალხი მუსლიმები არიან, ასევე ჰინდუს ტაძრები, რომელშიც ეთერში უკვე ვიყავი და დღეს მოვედი უნდა ვინახულო ჩინელების ტემპლი, ტაძარი, რომელიც ითვლება, რომ აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არის ყველაზე დიდი ჩინური ტაძარი.
შევიდე, დავათვალიერო. ნუ, ცოტათი ტრაპოლა არის. აქ რაღაცა საქორწინო ცერემონიალები იმართება და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ თქვათ, თუ ავწდეთ ყველანაირად ტრაპოლას, ეგეც რა თქმა უნდა არ გამოვა რა რაღაც დონეზე. ტრაპოლები მოგზაურობის დროს ჩვენ ცხოვრებაში არის. ესე გამოიყურება ჩინური ტაძარი, ყველაზე დიდი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. თელესოფლიოში სადაც უნდა წახვიდე, რა კულტურასაც უნდა შეხვდე, ლოცვა ყველგან ერთმანეთს გავს. ყველგან რაღაცნაირი ერთიანი სახე აქვს ლოცვას. თხოვნას ღმერთისადმი ყველანი დაახლოებით ერთად ვახორციელებთ, ერთნაირად ვახორციელებთ. ჩინური ტაძარი და ფონად კუალა-ლუმპურის ცათამბჯენი. აქეთ რელიგია, წამსი, იქეთ კიდევ ბიზნესი, ფულის შოვნა. მაგის ესეთია სიურეალისტური სანახავია. ეი, კიდევ სადღაც შეგეხებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ რა და ამ ყველაფერს შეხურებენ მთელი თავის ცხოვრების მანძილზე. აი ესეთი არის კუალა-ლუმპური. გინდა ასე ატრიალე, გინდა ისე ატრიალე. საბოლოო ჯამში პირველად დასკვნა იყო ყველაზე სწორი. ტრაპოლა მოხვალ, რაღაცებს გადავუყებ ვიდეოს, ფოტოს, ნახავ ბედნიერ ტურისტებს. ასულეგარი რა. აი ზუსტად ასეთი წარმოგვიდგინა აზია. ძალიან ბევრი ხალხი, ყველა მხრიდან ვიღაცა რომ მოდის და ვიღაცა რომ მიდის და ყველანაირი ჯულის, ჯიშის, ფერის ადამიანი რო არის და კუალა-ლუმპურშიც ვიპოვი ასეთი ადგილი. ამას რო უყურებ, რა ვიცი, ცალკე სიამოვნება არის, რომ ამდენი ხალხი ერთად ასეთი ქაოსის მერე, სადმე ისეთი ადგილის პოვნა, სადაც აზიურს შევჭამ, აზიური ქაოსი ხო მივიღე ხა? აზიური საკვები უნდა მივიღო. აი ძმაო, ნახდი აზიურები. მიდი და გავუყევი და სადაც კი რამეს იპოვი, ყველაფერი გადაერტყი, სულ აზიას მივაქვს აქაურო. აქ უნდა ვიპოვო რამე ისეთი, რაც მე 100 თუ ისე მეტნაკლებად მეჭმევა და გადავირტყა. აი ყველაფერი არის, სასაც კი რაც გაგიხარდება სულ და გულო. კრაბი, ეს კრაბია თუ კადილეული გინდა, რვაფეხა გინდა, რაღაცები მოხარშული და რავი, აქეთ შემწვარი და მოკლედ რა არდევს აქ, რაც გაგიხარდება. ხათმის ფრთები კიდე 100 თუ ისე ნაცნობია. რაღაცები შეუკვეთე. მითხრეს რომ მალაი ლოკალ ფუდ არის, ანუ ლოკალური საკვებიაო და ეხლა გავსინჯავთ აქ ცხარე სოუსით და ნახოთ რა გამოვა. იმედია ჰაერში არ ავხდები, ისეთი ცხარე არ იქნება. not bad. აბა ეხლა ეს გავსინჯოთ. ნუ, ყოველ შემთხვევაში რაღაცა გემოთი დასმულია ევროპულ გემოზე და ძალიან ცხარე არ არის. ეს გედუშია. აი ესეთი რაღაცა მომიდანეს. ნახოთ. არ არის მალაი საჭმელი ჩვენგან შორს ყოველ შემთხვევაში ჩვენი გემოებისგან მე მომწონს. ვა, კიდე რაღაცა მომიდანეს. ესეთ ყველაფერს უნდა მოვერიო. მაგამ ბავში კი ვარ ესე ძლიერი. სოლი მუშაობს, ვარი ჯამს. აბა, ამიტომ რა ნადალია ჩემთან ერთად საქმეები აქვს და მუშაობს. ამაგიდა. მაგარია ზამ. ისაა რაღაცა მეგრული ხარცელს გემოაქვს. ვა. ვა, თორია და მაჭამა. მაგარია, მალაიზიაში წამოსვლასო დააპირებთ. შემიღმიანეთ და კაი ადგილს გირჩევთ. კარგით. შეღოფათ, ყურება, წადით საჭმელი ჯამეთ, მიხედავთ მე ჩემს საქმეს. გემრიელად გიახელით მეგობრებო, აზიურები, ცოტა ცხარე კი იყო, მაგრამ არა უშავს. მიჩვეული ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ არის ცუდ საკვები, მოკლედ გემრიელი იყო. ეხლა საღამოვდება და რაც უნდა ვიშოვო და ვიპოვო კუალა-ლუმპურში, ეს არის კარგი ლოდი. გუშინ რაც დავლიე ნატალიასთან ერთად, დიდი არაფერი არ იყო. ეხლა ვეცდები რომ ვიპოვო რამე კარგი ბარი, სადაც საღამოს ლუდს გემრიელად გიახლებით და დღევანდელ მიღებულ ემოციებს გადავხარშავ. ასეთ ქუჩებსაც შეხვდებით, რომელიც რაღაცა ევროპულ ყაიდაზე არის გადაწყობილი, ბარები, ლუდი, სტეიქჰაუსი და ასე შემდეგ. ამ ტიპის ხმაურიც არის მოკლედ რა, რაღაცა გასართობს იპოვი. ამ დღეს შაბათი დღეა, აი რომ უყურებ ვიდეოს, უფრო ევროპული სახეები ხვდებიან ასეთ ადგილებში. სადღაც იქ ბოლოში არის ის ბარი, რომელზეც წერია, რომ კარგი ლუდი აქვს და
ახალი დღე კუალა-ლუმპურში ფეტიალის შემდეგ სიმშვიდე, ქაოსი, წესრიგი, ყველაფერი რომ ნახე მაგის შემდეგ არ გლუც, შვიდ გარემოს, არაფერი არ ჯერ. ფეტიალს გავმორჯოს მეგობრებო. კარგია. ღმერთის ჯული არც დალევა მინდოდა, არც ჭამა მინდოდა. ცოლი მოვიდა, საჭმელი შეუკვეთა. ნუ ესე რაღაცები დაამატა. რა ვქნა, ჩემბრალი არ არის რა. ანუ გულაობა თუ აიწია და სადმე გავიქეცი კუალა-ლუმპურში ღამით, ცოლის ბრალია რამე რა იყოს. რა გინდა? აზია არის. ნამდვილი, ნაღდი აზია. რაღაცების ბევრი რაღაცის სუნი მოდის, ხოთქოთი, ვინ რასვავს ჭუჭი, ესეთი სტრიტ მარკეტები და ადგილები მე არ გავასწრებ. მეგობრებო, აი ეს არის დურიანი, ესეთი ხილია ტროპიკული, რომელიც ყარს. პრაქტიკულად ყველგან წერია სასტუმროებში, კაფეებში, რომ არ შეიძლება სიგარეტი და არ შეიძლება დურიანის შეტანა, იმიტომ რომ ყარს. მაგრამ ხალხი ჭამს, მიმისგან ჩირს აკეთებენ. ესი არა უშავს, მაგრამ არ გასინჯოთო გეხვეწებთ, რომ ოთახში არ შემოგიშვებ. აი ნამდვილი ქოქოსი არის აი ესეთი. და მე თავს აჭრიან და შიგნით დებენ იმას, საწურობს და მასე სვავ რა. ეს ნამდვილია, ოღონდ წვეთავს. და ძალიან ცუდი დასალევია. აცურფას ოღონდ წვეთავს იწოდე. იმას ჯობია გუშრედავლია. ეს ნამდვილი ავთენტურია. ავთენტურია, ნაღდი ქოქოსი, რომელიც წვეთავს. მე რო არ ყავდე რა გეშველებ. ცოლი მოყავდეს ქოქოს ვერ გავსინჯავდი. აი რა გეშველებოდა მე რო არსებობდე შენს ცხოვრებაში, არაფერიც არ გეშველებოდა, ნამდვილად. მოკლედ, ეს არ არის ვიდეოს, მაგრამ ოკეი. არა არის ზუსტად ფართო საზოგადოებრივი წრეებისთვის. რა ეშველებოდა კაცს რომ არ ყავდეს ცოლი. რა ეშველებოდა კაცს რომ რა ეშველებოდა ოთოს რომ არ ყავდეს ნატო, მაგრამ მაგაზეც ცალკე ვიდეოს გადავიღე. ფოტო ვერ გასინჯავდა ქოქოს რომელიც წახავს. ესეთია აზიური მარკეტები, ღია სივრცეები, სადაც ხალხი ჭამს, სვავს. ძალიან ბევრი ხალხია, ქაოსია, ქოქოსი წვეთავს, დურიანი ყარს. ხალხი მოძრაობს ბევრი და ესეთი აზია მე არ მიყვარს. მე მომწონს დავარცხნილი ევროპული სტილის აზია. მე მომწონს ასეთი აზია. ქოქოსები რომელიც წვეთავს და ბევრი ხალხი რო არის და დავარცხნილი რო არ არის მაინც და მაინც. არ არის საჭირო ეს აზიის დავარცხნა.